ისტორიაში არის ისეთი დღეები, რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი დღე გახლავთ 9 აპრილი 1999 წლისა, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა უდიდესი ტოლვა და სიყვარული თავისუფლებისათვის. ეს იყო ტკივილიანი, ტრაგიკული დღე ჩვენი ხალხისათვის. ამიტომაც ქართველი ხალხი არ ივიწყებს 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს. ამისი დადასტურება გახლავთ აქ ათენში დღევანდელი დღე. აი ახლა ჩვენ სწორედ გადავიხარეთ სპეციალური პარაკლისი დაღუპული გმირების ხსოვნის საპატივსაცემოთ და საღამოს კი გვაქვს დიდი საღამო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია აპრილის სევდა. ამით ვფიქრობ, რომ ათენში მცხოვრები ქართველობა გამოხატავს თავის პატივისცემას და ერთგულებას იმ იდეალებისადმი, რასაც 9 აპრილის გმირები შეეწირნენ და რისთვისაც ისინი ფაქტობრივად მივიდნენ რუსთაველის პროსპექტზე, რომ დაემტკიცებინათ სამშობლოს სიყვარული. აი ამ ქართველებსაც ჩვენ ყველას, აი ამ ახალგაზრდებს ყველას უყვართ თავისი სამშობლო და დღეს აქ ყოფნით გამოხატავენ ამ დიდ სიყვარულს.